დატბორილი სახლები, განადგურებული საყოფაცხოვრებო ნივთები და ზამთრის მარაგი. სტიქიის შედეგები შიდა ქართლში. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ამ მიზეზით ხაშურის რაიონის სოფელგომის მაცხოვრებლებმა ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტეს. როგორ მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები, როდის მოხდება დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა და დაზარალებული მოსახლეობის დახმარება. ნინო ფისაძის რეპორტაჟი. სტიქიის შემდეგ სახლებში დაბრუნებულ მოსახლეობას ოთახები დატბორილი, საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა კი დაზიანებული დახვდა. განადგურებულია პროდუქტი და ზამთრის მარაგი. მოსახლეობის თქმით, ეს წმინდა წყლის დასახლებაში სტიქიისას დატბორვის პირველი შემთხვევა არ არის. მდინარის კალაპოტი, რომელიც მათი თქმით მიწით არის სავსე, ზამთარსა და გაზაფხულზე უხვნალეკს ვერ ატარებს. მდინარე კალაპოტიდან გადმოდის და ქუჩებსა და სახლებს ტბორავს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ გასულ წლებში ხელისუფლება დახმარებას პირდებოდა, თუმცა სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და თანხის ნაცვლად დახმარების სახით 9 კილო ქლორი მიიღეს. ჯერ მეზობლის ბაღები გავსო, მერე ჩვენი ვერაფრის გამოტანა ვერ შევძელით. ფქვილი დაგუსველა, კარტოფილი, ფრინველები დახოცა. დილი ჩვილების რო საჭმელი გამეკეთებინა, ესე წყალში შევედი, რომ კარტოფილი გავმეტანა. ფრინველი, ცხოველი გამოყვანილი ყავს და სად არის არ ვიცით, გამოვრეკე დღამე რო არ დამრჩალიყო. თუ რამე გვაქვს შეძენილი ამდენი წლის განმავლობაში, სულ ყველაფერი გაგვინადგურდა. მოსახლეობის პრეტენზიას არ ეთანხმება ადგილობრივი გამგეობა. გორის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ სალიკვიდაციო სამუშაოები დაწყებულია. ადგილობრივმა ხელისუფლებამ გორის რაიონში დაზარალებული სოფლები უკვე მოინახულა. პირველ ეტაპზე დაზარალებულებს ბრეზენტი დაურიგეს, რომელიც მათი თქმით კაპიტალურ რემონტამდე სახლის გადახურვაში გამოადგებათ. ვაგრძელებს სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო ღონისძიებებს. ამჟამად მიმდინარეობს ტემპებით, სწრაფი ტემპებით აღწერა. დროებითი გადახურვები თითქმის დასრულებულია, უკვე დასრულების სტადიაზე გადავედით. უკვე ამინდმაც მოხდა საშუალება, რომ ტენტებით მოახდინოთ გადახურვა და უახლოეს პერიოდში უკვე დაიწყება კაპიტალური რემონტი. ვიცით, რომ ზამთრის პერიოდია და გვინდა რომ მაქსიმალურად სწრაფად გავაკეთოთ აღდგენით რეაბილიტაციის სამუშაოები. ამავე დროს თუ არ ეყოფა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ჩართულობა, რომელიც ყველა კადრი ამ წუთში ზონებზე არის გასული, ჩვენ აუცილებლად დაგვეხმარება ცენტრალური ხელისუფლება. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის საფრთხის წინაშე კიდევ ერთი სოფელი დგას. დღეს ხაშურის რაიონის სოფელგომის მცხოვრებლებმა ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს და დატბორილი სახლების და მდინარე სურამულას გასუფთავება მოითხოვეს. პატრონი არ აქვს. რომ მომხედოს, ორალი პატარა ბავშვი მყავს. პირველი ჯგუფის ინვალიდი მყავს, პირველი სართული მაქვს საერთოდ ვერ შეძინა. ეს ხდება წლის მანძილზე. 5 წლის წინ ვიყავით ამ დღეში და ისევ ამ დღეში. ჯოჯოხეთია ყოველთვისა. სურშიშის ფეთებაში რამდენჯერ შემომივარდა წყალი, რამდენჯერ გავაკეთი. ეხლა რო დაინახოთ, ჩემი სახლი იტირებთ. აღარაფერი აღარა მაქვს, აღარაფერი აბსოლუტურად. ცოდო ხო ვართ, მოგვაქციონ ყურადღება, რომ ჩვენ ელემენტარული არ შემოგვივარდეს წყალი. ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, რომ ზარალის დაცვლამდე მოსახლეობას ვერ დაეხმარება. ზარალის სპეციალურმა კომისიამ უნდა დაითვალოს, რომელიც უახლოეს მომავალში შეიქმნება. მანამდე კი ადგილობრივებს გამგეობაში ელოდებიან, სადაც დაზარალებულთა სიები დგება. ამ წუთისათვის მდგომარეობა ისე მძიმე, რომ წყალს არ აქვს გასასვლელი, რომელიც დაგროვილია მოსახლეობის ეზოში. ამ წუთში ახლა მიმდინარეობს სამუშაოები, რომ როგორმე მოხდეს ამ წყლის ნაკადის გაშვება ეზოებიდან. სამდღიანმა სტიქიამ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი დააზარალა. ჯერჯერობით უცნობია რა თანხებს აღწევს ზარალი, დაზიანებებისა და დაზარალებული ოჯახების აღწერა ამ დრომდე მიმდინარეობს.